უნდათ რეკლამის შემდეგ და საინტერესო თემით განვაგრძობთ გადაცემას პროგრამირების კონკურსს, რომელსაც ევროპის ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში კომპანია Google ატარებს, წერს საქართველოს პირველად შეუერთდა. Როგორც ჩაიარა კონკურსმა, რა სახის დავალებების შესრულება მოუწიათ მონაწილეებს და რას მიიღებენ გამარჯვებულები, ნუკი ბაღდავაძის სიუჟეტი ვნახოთ. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში პირველად მსოფლიო კონკურსი Google Hashcode ჩატარდა. კონკურსს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. Google Hashcode არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის ამოხსნას რეალურ დროში. 2016 წელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Google Hashcode-ის 300-მდე საკონკურსო ცენტრი გაიხსნა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად ტარდება. მსგავსი საერთაშორისო კონკურსების ჩატარება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ისიც საერთაშორისო დონეზე უკვე ძალიან მოთხოვნადია საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პროფესიები და ეს უკვე ფაქტია, რომ ამ პროფესიის ადამიანები ძალიან ადვილად შეულობენ სამსახურს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ვითარდება, იყოს ძალიან ბევრი საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პროფესიული კვალიფიკაციური კადრები. კონკურსში საქართველოდან დაახლოებით 100 პროფესიონალმა და სტუდენტმა გაიარა რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 14 გოგონაა. მონაწილეებს Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე მუშაობისათვის 4 საათი ჰქონდათ. მიღებული პასუხები საკონკურსო სისტემაში იგზავნება. გამარჯვებულების ვინაობა 15 თებერვალს გახდება ცნობილი. Google Hashcode-ის ფინალი 14 მარტს გაიმართება. გუნდებს, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას საფრანგეთში, Google-ის პარიზის ოფისში მიიწვევენ. ფინალურ ტურში გამარჯვებულებს კომპანია Google გადასცემს საინტერესო საჩუქრებს, რომლებსაც წინასწარ არ აანონსებს. მოხარული ვარ, რადგანაც საქართველოში პირველად ჩატარდა Google-ის კონკურსი პროგრამირებაში, საქართველოს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით. Google Hashcode არის გუნდური შეჯიბრი, რომელიც მოიცავს ინჟინრული ამოცანის ამოხსნას რეალურ დროში. 100 მონაწილიდან დაახლოებით დარეგისტრირდა 14 გოგო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ძალიან მიხარია, რომ დიდი რაოდენობის გოგოები მონაწილეობენ ამ კონკურსში და ყველაზე გასახარებელი თან ის არის, რომ ეს ყველაფერი ტარდება პარალელურად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ Google-ის დაარსებულ კონკურსში ესეთი აქტივობით ჩავება და ძალიან მიხარია ესაც, რომ ინჟინრული მიდგომა და აი ეს ტექნოლოგიები ვითარდება საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ძალიან მინდა რომ მეტი გოგო ჩაება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ დამიჯერეთ ბევრად მნიშვნელოვანია მათემატიკით, ინჟინერიით დაინტერესებული გოგოები საქართველოს მომავლისათვის. კონკურსის მონაწილეები რეგისტრაციისას ასევე აგზავნიან თავიანთ რეზიუმეს. Google-ის დაინტერესების შემთხვევაში მათ შესაძლოა თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღონ. მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა სწორედ ამ დარგების განვითარება უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. Google Hashcode-ის ტიპის კონკურსები კი მონაწილეებს აძლევს დიდ გამოცდილებას და პროფესიული განვითარების мотивაციას.